ბრატისლავაში პარლამენტის შენობის მიმდებარედ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ინიციირებული სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს სლოვაკეთის საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების იდეა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და მის პარტიას ეკუთვნით. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლების გეგმა მიმართულია მათდამი კრიტიკულად და პროდასალურად განწყობილი ამომრჩევლების ხმის ჩასახშობად. მათ ამ სიტყვებს ამყარებს 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც რობერტ ფიცოს პარტიამ უცხოეთში მყოფი სლოვაკეთის მოქალაქეებისგან ხმათა მხოლოდ 6.1% მიიღო. მისმა მთავარმა ოპონენტებმა კი 80%-ზე მეტი. ამ ბრალდებებს უარყოფს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. რობერტ ფიცოს მტკიცებით, ეს ნაბიჯი ეფექტურად ხელს შეუწყობს მანიპულაციებისა და თაღლითობის აღკვეთას. პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც დღეს მოვიდა წვიმისა და ცუდი ამინდის მიუხედავად. აქ არის სხვადასხვა ასაკის ხალხი და წარმომადგენლები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან. მოქალაქეები პროტესტს გამოხატავენ პრაღაში, პოპრადში, ბანსკა-ბისტრიცასა და ბრიუსელშიც კი. ეს არ არის ჩვეულებრივი კანონი და არც მათი ჩვეულებრივი სამოქმედო სქემა. რეალურად აქ საკითხი დგას ასე: დარჩება თუ არა სლოვაკეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაცია მეზობელ უნგრეთში 12 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგების შესახებ საუბრითა და პეტერ მადიერის მხარდამჭერი შეძახილებით დაიწყო. სლოვაკეთისთვის ბუდაპეშტის მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რობერტ ფიცოს ხელისუფლების კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი ავტორიტარული სტილის მმართველობა სწორედ ვიქტორ ორბანის მაგალითით იყო შთაგონებული. როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რობერტ ფიცო ხშირად მიჰყვებოდა უნგრეთის ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერ-მინისტრის ნაბიჯებს, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებითაც. სწორედ მისი თანამონაწილეობით იბლოკებოდა კიევისადმი ევროკავშირის ბევრი ისეთი ფინანსური დახმარების პაკეტი თუ სესხი, რომელიც ხელს შეუწყობდა მზარდ რუსულ აგრესიასთან უფრო ეფექტურად გამკლავებას. ამ ნაბიჯების გამო ბუდაპეშტთან ერთად ბრატისლავას მმართველობა მოსკოვთან დაახლოებულად და კრემლისთვის სასარგებლო პოლიტიკის გამტარად ითვლებოდა. სლოვაკეთში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2027 წელს უნდა გაიმართოს. ანალიტიკოსების შეფასებით, ნებისმიერი ხისტი ნაბიჯი, მათ შორის საკანონმდებლო რეგულაცია რობერტ ფიცოს შესაძლოა პოლიტიკური თანამდებობისა და კენჭისყრის პროცესის დრამატულად წაგების ფასად დაუჯდეს. მით უმეტეს არსებული ტენდენციის გათვალისწინებით.